რწანისის ველზე ერთმანეთის პირისპირ ქართველთა და სპარსელთა რაზმები იდგნენ. ზარბაზნის გრიალი აყრუებდა არემანეს. უეცრად აღა-მაჰმად ხანის ცხენს ზარბაზნის ტყვია მოხვდა და ატალახებულ სისხლიან მიწაზე გაგორდა ქართველთ მოძულე შაჰის სხეული. დამფრთხალი, მაგრამ გააფთრებული შაჰი ფეხზე წამოდგა და მთელი ძალებით შეტევაზე გადასვლა ბრძანა. ვინც ის როგორ წარიმართებოდა ბრძოლის ბედი, ქართველთა ზარბაზნის ტყვია ცხენს კი არა, მის მხედარს რომ მოხვედრდა. 1795 წელი იდგა. იოანე ბატონიშვილმაც დროულად მიაგდო ცხენი და გასაქცევი ადგილი არ დაუტოვა. მეფეს როგორც იქნა, ძალით შეაბრუნეს ერეკლეს ცხენი. ზაქარია ანდრონიკაშვილმა კი გავაზე ძლიერად გადაუჭირა მათრახი და წინ გაიგდო მეფის ბედაური. ძალით საჩქაროდ გაარბენინეს გულმოკლული ერეკლე. მახათას მთის ძირში შეჩერდნენ. ერეკლემ თავისიანებს მიმართა. ჩემო ძმებო, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო საყვარლებო და ჩემო სასურველებო, მე თქვენთვის უნდა მომკვდარიყავი და თქვენ ჩემთვის იხოცებით. აბა რაღაც მეფე ვარ, რით დაგიფარეთ? რატომ ღმერთმა გუშინვე ჩემი თავი არ მოაკვლევინა და ეს საშინელი უბედურება მაჩვენა, რა კარგი, ბედნიერი სიკვდილი იქნებოდა ჩემთვის.